მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. მადლობა ღმერთს იმისათვის, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება ჩვენს ცხოვრებაში. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ მოგეცა სულიერი და ფიზიკური ძალა, აგვესრულებინა სამთო ლიტურგია და ზიარებული ყავი ჭეშმარიტად პატიოსას სისხლსა და ხორცს, უფლისა, მთისა და მაცხოვისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ყველას გულითადად მოგილოცავთ წმინდა დიდი მოღვაწის, მართლმადიდებლობის, ნათობის, კანონის სარწმუნოების, როგორც მას ეკლესია სამღვთისმეტყველო წიგნებში უწოდებს წმინდა მაქსიმე აუქსალებლის ხსენებას, რომლის საფლავიც არის დიდი წყალობი, ღვთის დიდი წყალობის ნიშანი, რომ საქართველოშია, კერძოდ ცაგერში და ვინც არ არის ნაყოფი ამ ადგილას აუცილებლად უნდა მოილოცოს ყველა ქართველმა ადამიანმა. შემთხვევით არ არის ვიტყოდი მაქსიმე აუქსალებლის გამოჩინება ნაწილების, აღმოყვანება ნაწილებისა იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო სიღრმე სარწმუნოების. Ამიტომ რომ თუ ვინმე გაეცნობა მის ნაშრომებს, თუ ვინმე გაეცნობა მის ცხოვრებას, საოცარ სიხარულს იგრძნობს მართლმადიდებლობის სიღრმეს, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ თავისუფლებას, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ სიყვარულს. 400 თავია დაწერილი მის მიერ, რომელიც ფილოკალიაში არის შესული და თვითონ თავი რო წაიკითხვა ადამიანმა დღეში იმდენ სისხლისა, იმდენი სულიერი მოძრაობის დროს ძალას და ენერგიას გაძლევს ადამიანს, რომ უცდები ადამიანი, რომ სად ქონდა ადამიანს ამხელა სიღრმე და როგორ ქონდა მას ამხელა ძალა შინაგან. დღეს მინდა ვისაუბროთ მაქსიმე აუქსალებლის შესახებ, არა მისი ცხოვრების, ამიტომ რომ ცხოვრება ყველა შეუძლია გაეცნოს. მაქსიმე აუქსალებელი არის ერთ-ერთი კი არა, ყველაზე პირველი, ალბათ ესე ვიტყოდი, ჩემთვის ახლო და ჩემთვის ხორელი წმინდანი. ალბათ დიდი კადნიერება, როდესაც ადამიანი ამას ისახის, მაგრამ არ ვიცი, ასე არის და მინდა უბრალოდ რაც მე მის ცხოვრებას გავცნობილ ვარ და რაც მე მის ნაშრომებს გავცნობილ ვარ, რაღაცა მცირეოდენი განიზიაროთ, რა არის მოკლედ მთელი მნიშვნელოვანი მის ცხოვრებაში. ყველაზე დიდი ნაწილი, როგორც ყველა ჩვენი მართლმადიდებლური სწავლების დათმობილი არის ლოცვის შესახებ, ანუ ჭვრეტას, ლოცვის გარეშე, ანუ ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის გარეშე, ამ ფორმის გარეშე, როდესაც ადამიანი ყოველ წუთს, ყოველ წამს შეუძლია, როგორც პავლე მოციქული მცხნევს, რომ მოუკლებელად ილოცებით, მარადის საკურთხევლით, აი ეს შეუძლია, რომ შეასრულოს. შეიძლება ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლოცვა ეს არის წიგნებით ხელში სიარული, ან ხატების კუთხესთან კუთხეში დგომა, მაგრამ აი მაქსიმე აუქსალებელს როდესაც გაეცნობით, მიხვდებით, რომ ადამიანი სამყაროსად შეიძლება ყოველდღიურად ცხოვრობდეს, სამყაროს უყურებდეს, შეიმეცნებდეს და ამავე დროს ლოცულობდეს, ანუ ლოცდებოდეს ღვთისგან შექმნილი ამ სამყაროთი, ანუ ყველა მოვლენა, რომელიც მის გარშემო ხდება, ყველაფერი, რაც მის გარშემო აღესრულება, ყველაფერი ღმერთთან მიმართებაში განიხილებოდეს და აი ეს არის ხოცავი მაქსიმე აუქსალებლის სწავლებაში, რომ ყველაფერი, ანუ მოუკლებელი ლოცვა მისთვის არის მუდმივი ხსოვნა, ღმერთის მუდმივი ხსოვნა და მუდმივად ჭვრეტა მოვლენებში, ანუ ფიქრში, რამე მოხდა შენს გარშემო, მეტად რატომ მოხდა, ღმერთი რას მეუბნება, ღმერთი რას მელაპარაკება ამით, ღმერთი რას მემანიშნებს ამით და აი მუდმივი ესე რომ ვთქვათ, ღმერთთან მუდმივი კონტაქტია საუბარი და არა უბრალოდ ლოცვის კანონში, რომელიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია და ადამიანი ამას როგორც ეკლესიის მორჩილებას ნამდვილად უნდა აღასრულებდეს, მაგრამ აი ეს ლოცვით გახარება, ლოცვით სიხარული, ღმერთთან მყოფობა, ეს კიდე სხვა რამ არის და დღეს ზუსტად აი ამაზე მინდა რომ გამოვახვილოთ ყურადღება. დღეს ადამიანს როდესაც შევეკითხებით ხოლმე ხშირად, რომ აი ჩვენ სასულიერო პირები ვეუბნებით ხოლმე, რომ ლოცულობ,
როგორ ლოცულობ, ადრეს მოთაშორის ასე მოიკითხავდნენ ხოლმე, ძველი ქრისტიანები ასე მოიკითხავდნენ ხოლმე, როგორ ლოცულობ, ანუ ის კი არა რამდენს ლოცულობ, არამედ როგორია შენი ლოცვა, ანუ თუ კი ადამიანში, აი რაზეც არ ვისაუბრეთ, ეს ლოცვა მოედინებოდა ღმერთის მოყოფობას მასში და ღმერთის განცდას და მასთან მუდმივ დიალოგში იყო ადამიანი, აი ამ ლოცვაზე შევკითხებოდნენ ხოლმე ჩვენი წინაპრები და მართლმადიდებლობაში ასე იყო ზოგადად. აი ადრე ხარ შევეკითხოთ ადამიანს ხო დღეს აი ვიპასუხებენ და ჩვენც ამას ვეკითხებით ხოლმე ლოცულობ, მაგრამ აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი. ანუ თუ ადამიანი თითქოს ლოცულობს თუ არ ლოცულობს, მისი სულიერი მდგომარეობა თითქოს ამითი განისაზღვრება. მაგრამ მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ როგორ ვფიქრობ თქვენ, აბა დავუკვირდით ერთ რამეს, როგორ ვფიქრობ თავისებურად არ ლოცულობენ მაგალითად ბუდისტები, თავისებურად არ ლოცულობენ მაგალითად მუსულმანები, თავისებურად არ ლოცულობენ მაგალითად იუდეველები, თავისებურად არ ლოცულობენ სხვადასხვა სექტის წარმომადგენლები, რომლებიც არიან. ყველას ანუ მე მინდა გითხრათ, რომ ნახევარი მსოფლიო თუ არა მეტი ლოცულობს. ანუ რას ნიშნავს ეს? ადამიანები ლოცულობენ. გამოდის აქედან, რომ ჩვენ რა ლოცვაზე გვაქვს აქ საუბარი, აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მართლა ის რომ შენ მაგალითად ვიღაცა თავის ლოცვაში ბუდას ახსენებს, ვიღაცა რომ თავის ლოცვაში ისე იგი მუჰამედს ახსენებს და ასე შემდეგ, მოკლედ ესე რომ თქვა, ვისაც ვინ, ანუ ვისთვის აქ იმედი, ესე რომ თქვა, იმედი და სასურველი ვიზეც აქ იმას უახსენებენ, ანუ ჩვენ რომ იესო ქრისტეს უახსენებთ, მაგალითად კათოლიკებიც იგივეს ახსენებენ, მაგალითად სხვადასხვა სექტები, რომლებიც ქრისტიანული დენომინაციები არიან, ისინიც ახსენებენ ამას. მაგრამ ნახეთ რა არის განსხვავება რა არის. აი ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ ეს განსხვავება ვიბრუნოთ. თქვენ რომ იცოდეთ თავისებურად სატანისტებიც კი ლოცულობენ. ანუ ისინიც მუდმივ კავშირზე არიან როგორც ბოლო სულთან. ანუ გამოდის რომ ადამიანი ისე იგი ყველა თითქმის ადამიანში რაღაცა ფორმით ლოცვა მონაწილეობს, მაგრამ რაშია ამ განსხვავება? აი ეს არის საკონელი და მნიშვნელოვანი და მაქსიმი აღსარებელი ზუსტად ამას გვასწავლის, რომ ის ფორმა თუნდაც რომ ჩვენ დგევართ ყოველდღიურად ლოცულობთ ადამიანები დილას საღამოს ლოცვას, ეს ფორმები ეს ჯერ კიდევ არ არის ლოცვის ის ფორმა, რასაც მართლმადიდებლური სიღრმე ქვია, ანუ მუდმივი კავშირი, ანუ ქრისტესთან მუდმივი კავშირი. ხა თქვენ წარმოვიდგენიათ ვინ ჩამოთვალეთ, ისინიც ლოცულობენ და როგორც ადამიანები ჩვენს ლოცულობთ, ანუ სასწორება ვიზეც აქვს, აი ეს ლოცულობს და აი ნახეთ როგორ არის. როდესაც საუბარია იმაზე, რომ რელიგიური ცხოვრება და რელიგიური, ესე რომ ვთქვათ, აი თითქოს ბოლო ჟამის პერიოდში ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსება. ანუ ნახეთ როგორი საუბარია, ისინიც ლოცულობენ, ჩვენც ლოცულობთ, მაგალითად ყველა ლოცულობთ, მოდი ყველამ ერთად ვილოცოთ, მაგრამ როგორ უნდა განასხვაო მართლმადიდებელმა ადამიანმა, რომ მართლმადიდებლური სიღრმით ლოცვა რამდენად განსხვავებულია და რამდენად სიღრმისეულია იმ ლოცვისაგან, რომელიც ზოგადად მთლიანად შეიძლება კაცობრიობას გააჩნდეს სხვადასხვა რელიგიებიდან გამომდინარე. აი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ამიტომ ჩვენ უნდა აი ამ სიღრმეში უნდა ჩავიდეთ, რაღაცა მცირეოდენი ვეცადოთ მაინც, რომ ჩვენი ურთიერთობა ქრისტესთან, ღმერთთან იყოს ცოცხალი და რეალური და არა უბრალოდ წარმოთქმული ლოცვები, რომელსაც ჩვენ მოკლედ ვიტყვით. და რა არის ამის ნიშანი? რა არის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე მთავარი მამოძრავებელი სწორი ლოცვისთვის? ეს არის სინანული. აი თუ კი ადამიანის მაქსიმი აღსარებელი ამაზე ამაყენებს ყურადღებას, რა თქმა უნდა, მხოლოდ მაქსიმი არა. ეს მაქსიმი აღსარებლის სწავლება, ეს არის მთელი ეკლესიის გამოცდილება, მანამდე უდიდესი მამები საუბრობდნენ ამაზე, მაგრამ აი სისტემატიზაციულად ეს მოკლედ როგორც შეიძლება ვთქვათ, აი მაქსიმი აღსარებელი აკეთებს ამაზე აქცენტს, რომ ისე იგი სინანულის გარეშე ლოცვა, გულის შემოსულების გარეშე ლოცვა, აი ზუსტად ეს არის ის რაც განასხვავებს ქრისტიან მართლმადიდებელ ადამიანს სხვა რელიგიებისგან. თუ კი სინანული არ გაგვაჩნია, თუ კი შინაგანი მოძრაობა, ანუ სინანული არის მეტანოია,
თუ კი ცვალებადობა ცხოვრებისეული არ გაგვაჩნია და დღითი დღე ამ შეცვლილი გულით არ ხდება ქრისტესადმი ლოცვა, მაშინ ეს ემსგავსება, მინდა გითხრათ ადამიანურ მდგომარეობაში, ემსგავსება იგივეს, როგორადაც ადამიანი შეიძლება უბრალოდ სხვა სახელს ახსენებდეს იესო ქრისტეს გარეშე. ანუ სხვა დენომინაცია, გვადი კათოლიკები, დასავლური დენომინაციები იქნება თუ აქვე ადგილობრივი, რომლებიც არიან პროტესტანტები იქნებიან, ესენი თუ სხვადასხვა სექტები, ამაში გარჩევადობა იქნება შეუძლებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სიღრმე არის რა დღითი დღე სინანული ცვალებადობა, შინაგანი, რომელიც ყველაზე დიდ ტკივილთან და წუხილთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ადამიანი, როგორც ვითქვამს, ძალიან ბევრ კანონებს შეასრულებს. აი როგორც ფარისეველი იდგა და თქვა, ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ თავარი არ ქონდა მას, შინაგანი სინანული და შეცვლის სურვილი არ ქონდა და საკუთარ უძულურებას და საკუთარ ესე ვთქვათ, ცოდვას ვერ ხედავდა, უნებას არასათანადო მიდრეკილებს და ღმერთს ვერ ხედავდა საბოლოო ჯამში გულიდან. აი ეს არის განმასხვავებელი მეზუერესა და ფარისეველს შორის. ანუ ფარისეველი არის ადამიანი, რომელსაც სინანულის გარეშე სწორი ცხოვრება, თითქოს რელიგიური სწორი ცხოვრება შეუძლია, მაგრამ თავარი არ აქვს. ის ლოცულობს კიდეც, მაგრამ რის გარეშე ლოცულობს, რას იძახის უკან, რომ რა არ აქვს ფარისეველს, არ აქვს სინანული და რა აქვს მეზუერეს, აქვს სინანული. და აი რომ მოვიყოთ წარმოგიდგენთ უბრალოდ უფალს მაგითო მოყავს მეზუერისა და ფარისეველის მდგომარეობა, რომ გვეუბნება, რომ არც ფარისეველს არ განიკითხავს, ის იძახის უფრო გამართლებული გამოვიდაო მეზუერე. ამიტომ გვეუბნება ამ ამ იგივე ჩვენ გვეუბნება, რომ ამ ფარისეველის გულმოდგინება, ფარისეველის სისტემატიზაცია, რომელიც აქვს მას სარწმუნოებრივი მონდომება, სწავლის მიმართ, ცოდნის მიმართ, იცლის ლოცვისათვის, მასთან აუცილებლად უნდა შესწავლებული იყოს მეზუერის მდგომარეობა. ამიტომ ფარისეველი, მეზუერი და ფარისეველი ერთ პიროვნებაში მოქცეული, ეს არის ზუსტად სრულად გამართლებული ადამიანი. და ის სრულად გამართლებულ ადამიანზე ზუსტად გვესაუბრება ხოლმე მაქსიმე აღსარებელი და საოცარ ამას გვასწავლის. აი ახლა მინდა დღეს ვისაუბროთ ზუსტად აი ამ ცვალებადობის შესახებ. რასაც მოკლედ მაქსიმეს ისე იგი თუ დაუგდეთ ყურს, მოკლედ ბევრი ადამიანი გაურბის და დღეს ადამიანს არ უნდა აი ამ როგორ ვთქვათ იცი ამ ნამდვილ ბრძოლაში შესვლა არ უნდა. ნამდვილ ქრისტესთვის ბრძოლაში არ უნდა შესვლა. რომელ ბრძოლაში, რომელიც საბოლოო ჯამში ჯერ შინაგან ბრძოლას ნიშნავს და ეს ბრძოლა რა თქმა უნდა გარეთ გამოდის და გარეთაც მოკლედ გადმოიღურება. აი ახლა ვნახოთ როგორი რა ძიება არის, როგორ უნდა ვეძებდო ღმერთი და რა სიღრმეში უნდა ჩავლა ადამიანი, რა ემართება მე ადამიანს, ეტაპობრივად განვიხილოთ ეს და თუ ჩვენ არ დავადგებით ამ გზას, ან არ დავადგებით ამ გზას, ვიცოდეთ მაინც, რომ მართლმადიდებლობის სიღრმე, ანუ ღმერთი გველოდება აქ, ანუ ღმერთი გველოდება აი ამ სიღრმეში. ღმერთი ჩვენ ყველას მართლმადიდებელ ქრისტიანებს გველოდება აი ამ სიღრმეში შესახვედრად. მოდი ვისაუბროთ ღმერთისა და ადამიანის შეხვედრაზე და მაქსიმე აღსარებლის მიხედვით ღმერთისა და ადამიანის შეხვედრაზე, რა უნდა მოუვიდეს ადამიანს, რა უნდა განახორციელოს ადამიანმა შინაგანად, რომ ღმერთთან შეხვედრა მოხდეს. დავიწყოთ ახლა ამაზე მოკლედ საუბარი. პირველი, როგორც თქვით, აი ეს ლოცვა და რელიგიური ცხოვრება, რომელიც ფარისეველს ჰქონდა, აი ეს რელიგიური ცხოვრება, რომელიც ადამიანს აქვს, ნახეთ როგორ არის აღარ განმეშეს. პირველი ნაწილი, რომელიც უნდა აღასრულოს ადამიანმა და ხდება მასში, ანუ ადამიანი, ნახეთ, ჩვენ აი პიროვნებას გვაქვს ხავარჯინები. უფალმა სული ხომ მოგცა და სულით უნდა მეურთიერთობა და მეს და სულით შევიმეცნო ჭეშმარიტება, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მოგცა გარკვეული რა გრძნობები და ემოციები. აი ეს გრძნობები და ემოციები არის ხავარჯინები.
ყავარჯინები. ჩვენი ყავარჯინებია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ რისთვის, აი განიხსენებთ პირველად ეკლესიაში შემოვიდეთ. როგორი აღფრთოვანებულები ვიყავით, როგორი სიხარული გვეუფლებოდა, როგორი რაღაცა გრძნობდით ერთთან გარკვეულ ურთიერთობებს ამ გრძნობაში. ვიღაცას მოკლედ საგალობლები მოწონდა და აი ამ გალობის გამო მოკლედ მოდიოდა ტაძარში. ვიღაცას გარემო მოწონდა ადამიანები, რომლებიც იქ მსახურობდნენ, ამის გამო მოდიოდა. ანუ გრძნობები და ემოციები მოკლედ როგორც ყავარჯინები, ანუ უფალმა მოვიყვანა და ყავარჯინებზე დავაყენა და თქვა, იმიტომ რომ თქვენი სული გარკვეულწილად ჯერ უგრძნობია. თქვენი სული, ანუ ადამიანის სული პირველ ეტაპზე ჯერ კიდევ მკვდარია და ნაყოფი მას არ გააჩნია, იმიტომ რომ დაბინძურებულია მისი მოკლედ გონებით, მისი გონები, მისი გულის თქმებით არის მოკლედ დაბინძურებული და ამიტომ გულისხმისყოფა ადამიანს ღმერთისა არ აქვს, ამიტომ ამ ყავარჯინებზე ვდგევართ, მაგრამ ნახეთ როგორ არის დროთა განმავლობაში ეს ყავარჯინები, რომელიც გვაქვს, უფალი გვეუბნება, როდის უნდა დარიგე ფეხზე. ანუ ეს ყავარჯინები არ უნდა მოიცილო, როდემდე უნდა იყოს შენი რწმენა აგებული შენს გრძნობებზე და ემოციებზე. და გადის დრო და როდესაც ადამიანი ამაზე ფიქრობს, ხვდები ერთ რამეს, რომ რაღაცა ეს საგალობლები წუყი აღარ გახარებს. აი რაღაცა, ანუ ხვდები რომ ამის იქით არის კიდე რაღაც გასაკეთებელი. ეს გრძნობები და ემოციები, რომელიც მაგალითად ქონდა შენს საეკლესიო რელიგიურ მსახურებას, ნელ-ნელა მოკლედ ადამიანს ცილდება და ხვდები ერთ რამეს. აი რაღაც როგორი ეს, ოღონდ ამას უნდა დაადგე. თუ ამ გზას არ დაადგე ადამიანი, მაშინ არაფერი არ გამოვა. შეუძლებელია რამე გამოგივიდეს, მაგრამ ხვდები რომ თუ შენ ამ შენი რელიგიურობის იქით დაიწყე ძიება ქრისტესი და აი ის უბრალოდ წელარას თქვით რომ სინანულით ლოცვის ძიება დაიწყე და არა უბრალოდ წაკითხვისა, კანონის აღსრულებისა, როგორც ფარისეველი გარეგულად ლამაზია ყველაფერი, მსახურებებზე დასწრება ყველაფერი ეს, მაგრამ ხვდები რომ ერთ რამეს ხვდები რომ რაღაცა ყველაფერს თითქოს ზოლებურად აკეთებ, მაგრამ გარკვეული სიმშრალე შემოვიდა, გარკვეული სიცარიელე შემოვიდა და ამან დაამძიმა შენი გული. აი ეს მდგომარეობაა, რომ თუ ცვალებადობას დაიწყებ, აუცილებლად ეს დაგეუფლება ადამიანს. ანუ რა, ის ყავარჯინები, რომელზეც იდექი, ნელ-ნელა უნდა მოიცილოს ადამიანმა, აი ამ ყავარჯინების გადაგდება, როგორც არ უნდა ხოლმე ადამიანს და ტკივილებია ფანტომური, ანუ შიშებია, შეშინებული აქვს, მაგალითად ფეხი რო ყავარჯინის გარეშე ვერ გააგრავს ფეხს და მას გონია რომ სულ ამ ყავარჯინებით უნდა იმაროს, აი უფალი ზუსტად ამ ყავარჯინების გადაგდებას გვეუბნება. და როდესაც ამ ყავარჯინებს გადააგდება ადამიანი, მაშინ ხვდები რომ შიში შემოდის. გარკვეული ისე იგი რაღაცა სიმშრალე გეუფლება, მოძრაობა თითქოს აღარ გინდა, გეშინია ადამიანს, სიცარიელებად და სიმძიმე მოდის თითქოს, აი მძიმდება ყველაფერი მოკლედ ამ ცხოვრებაში. და ადამიანს აი ესეთი რაღაცაა ნათქვამი, რომ ადამიანს როდესაც ნუგეშს ართმევენ, ის მოკლედ ბავშვობის მდგომარეობიდან გამოყავთ და ზრდასრულობაში გადაყავთ. აი ეს სულიერ ზრდასრულობაში რომ ვიძახით ხოლმე რომ ჩვილობიდან ღრმობის ასაკში გადასვლა გჭირდება, ზუსტად ამ მდგომარეობით გამოდის. ანუ როდესაც ადამიანი კი აღარ აქცევ ყურადღებას გრძნობითა და ემოციით შემოსულ რაღაცა იმას აღფრთოვანებებს, რომელიც მსახურებაზე გეუფლება, არამედ აი მსახურებაზეც და ყოველდღიურად შენსა და ღმერთ შორის ურთიერთობას, ანუ სინანულით მასთან დგომას სწავლო. და ამიტომ, როდესაც ამას აკეთებ, ეს ყავარჯინები აუცილებლად გადავარდება და ადამიანი, როგორც პატარა ბავშვი ჯერ მამას დააყავს და მშობელს დააყავს ხელით, მერე ხელს გაუშვება და აი ვიწყებ სულიერ ბარბათს. ეს ბარბაცი შიშთან არის დაკავშირებული, ეს ბარბაცი არის დაკავშირებული სიძნელეებთან, ეს ბარბაცი არის დაკავშირებული თავისთავად სიმძიმესთან, ანუ გიჭირს ადამიანს სხვა მდგომარეობაში უფრო უკეთესობა იყო და ამიტომ ხვდები ერთ რამეს, რომ რაღაცა პერიოდის მერე რაღაცები გამოგეცადა, ეს ყავარჯინები რომ გამოგეცადა, ხვდები რომ უბრალოდ ღმერთი აღარ გასუხობს იმ გრძნობებზე და იმ ემოციებზე.
ანუ სხვაგან გელოდება, დაგიძახა ღმერთმა, მოდი აქ ჩამოდი. და ამიტომ აი ეს გარკვეული ადამიანი ძველებურად იწყებ ისე ნახე შიგეშინება უცებ რომ არ მინდა ის ცხოვრება ჯობდა რა კარგი იყო მაშინ რომ ყველაფერი მახარებდა ეთქობა მაშინ ვერ ვაკეთებ რაღაცებს და რა დამემართა ეხლა ღმერთმა წამართვა თითქოს ყველაფერი ანუ ადამიანს შიში და სიმძიმი აქვს რომ ღმერთი თითქოს გონია გაეცალა მას იმიტომ რომ ის გრძნობებს და ემოციებს არ პასუხობს ღმერთი და მას გონია ღმერთი წავიდა და ადამიანი იწყებს პირიქით ისევ იმის დაბრუნებას ისევ აძალებს ამ ემოციებს აძალებს ისევ თავის გრძნობებს რომ განიცადებ მიდი იქ რაღაც აიძულებს ამ ფსიქიკას აიძულებს რომ დაითქმულოს სანებლებიც კი შეიძლება გადმოყაროს ანუ ისევ ძველ ადამიანს ეჯოჯულება ძველ ადამიანს მოკლედ რომ გაიღვიძე ისევ იმ ჩემო გრძნობებო ჩემო ემოციებო გაიღვიძეთ რომ ღმერთთან ურთიერთობა უნდა ადამიანს მსგავსი იმიტომ რომ ის სხვანაირი იყო თითქოს უფრო ადამიანური იყო თითქოს უფრო აი კარგი წიგნი რო წავიკითხე ისეთი ემოციებია შეყვარებულმა რომ ანუ ადამიანს შეყვარებული აქვს და ეიფორია რო აქვს გამგრძნობებისა თითქოს ამას გავს ღმერთთან ურთიერთობას და ეგ ბედნიერება უნდა ადამიანს ისევ ანუ გრძნობებისა და ემოციების მიხედვით ურთიერთობა უნდა და არ უნდა იმ სიღრმეში ანუ სულიერი ურთიერთობა არ უნდა ანუ ემოცია და გრძნობასა და სულიერ ურთიერთობას შორის სინანულით ჩამოსვლა არის ქვემოთ ანუ სინანულით მოდის ადამიანი ქვემოთ და ეს სინანული მეტანოია ანუ საკუთარი თავის ცვალებადობას ანუ ძველი ადამიანის განძარცვას ძველი ადამიანების ისე იგი ძველი ადამიანის მიტოვებას და ახალი ადამიანის დაბადებას ისე იგი უკავშირდება და ეს ყველაზე მეტად უჭირს მოკლედ ადამიანს და ანუ თუ ადამიანმა ეს ნაბიჯი გადადგი თუ ადამიანმა გაიაზრე რომ დამთავრდა შენ გადაიქი იმ გზაზე და ეს გრძნობისა და ემოციების იქით და მიღმა შენ გინდა უკვე მართლა ღმერთთან ურთიერთობა აი მაშინ ხვდები ერთ რამეს რომ რწმენა უკვე შენთვის კი აღარ არის განცდები არამედ უკვე არის არჩევანი არჩევანისადმის ახეთ მე ავირჩიე შენ კი აირჩიე თავში მაგრამ იქ როგორც უფალი გვეუბნება ხოლმე რომ ჩვენ ეკლესიაში მოვედით ჩვენ ხო ჩვენ თვითონ არ მოვედით თუ იმეს გონია რომ ჩვენ მოვედით მაშინ ძალიან ცდება ჩვენ აქ ღმერთმა დავიძახა ჩვენ აქ ღმერთმა მოვიწყდა ჩვენ არც კი მომიდოდით აქ მართლა ღვთისწყალობითა და მადლით ვართ მოსულები ეს ღმერთმა მოვიყვანა აქ ჩვენ არჩევანი თითქოს არც გაგვიკეთებია კი გაუაზრებელი არჩევანი გავაკეთეთ ხანდკივილმა მოვიყვანა სხვადასხვა ფორმით გვექსაუბრება ღმერთი ჩვენ ცხოვრებაში ხანდკივილებით ხან განსასწრებით ხან ახლობლებზე მოწეული განსასწრებით სხვადასხვა ფორმით მაგრამ თავისამდე მოვყავართ ანუ ღმერთამდე მოვყავართ ზოგი სიხარულით მოდის ზოგი ბედნიერების გამო მოდის არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ღმერთმა დამიზახა და მოვიყვანა მაგრამ პირველი არჩევანი რომელიც ჩვენ ღმერთთან გადმოდგით თითქოს თან გააზრებული არ არის იმიტომ რომ მე მაშინ არ ვიცნობ ღმერთს არ ვიცი ღმერთი როგორია სინამდვილეში და პირველი ნაბიჯი ზოგმა ბავშვობაში მოვიდა ახალგაზრდობაში მოვიდა ზოგი ადამიანი და ამიტომ დიდი ჩვენი არჩევანი არ გავიკეთებია ჩვენს მაგივრად ღმერთმა დაგვიძახა მშობლებმა მოვიყვანეს მაგრამ სადღაც უნდა დადგეს ჩემი პირადი არჩევანი მე როგორც დასრული ადამიანი რომელმაც უკვე ავირჩიე ქრისტე აი ეს არის მთავარი არჩევანი რომ გადავიდა გრძნობები და ემოციები გადავიდა იმის გამო და ამის გამო წესების გამო იმის გამო იმან მითხრა ამან ესე მომთხოვა ეს ყველაფერი გადადის ყველაფერი ეს ეიფორიული მხარე რომელიც ეკლესიურ პირველ ჯერზე პირველ ეტაპზე ეკლესიურ ცხოვრებას ანუ ჩვენობის ასაკს ახლავსთან გადადის ეს მომენტი და ადამიანი ირჩევ, ნახე, ან ირჩევ, ან არ ირჩევ და წერან ეს თქვი ზუსტად რომ ზოგი არ ირჩევს, ზოგი იგივენაირად ბრუნდება, უკან არ მინდა ეს, რომ ისე ცდილობს, როგორც ახსენეთ, ისე ეჯაჯგურება, მაგრამ საქმე რა არის? რამდენი წარ უნდა ეჯაჯგუროს იმ გრძნობა და ემოციებისგან შექმნილ გარკვეულ სარწმუნოებრივ ცხოვრებას ადამიანი იმას ვეღარ ჩაება უჭერს. იმიტომ რომ დასრულდა ის ეტაპი სულიერი ცხოვრების ახლა უფალმა დაგაყენა ნამდვილი არჩევანის წინაშე ანუ შენი რწმენა არ უნდა იყოს განცდები
ანუ გრძნობები და ემოციები არამედ უნდა იყოს რეალური არჩევანი ღმერთთან ურთიერთობის. ანუ სინანულის გზით, ლოცვის მეშვეობით, სულში ღმერთთან შეხვედრის. აი ეს გზა მიდის თავისთავად და ანუ საბოლოო ჯამში ეხლა უფრო ცოტა სიღრმეში წავიდეთ. ეს ეტაპია, რომელიც ჩვენ ეხლა გვაქვს გასავლელი, მაგრამ გავყვეთ მაქსიმალურადებელი რაზმოვნება კიდე, ჩავიაროთ ეს ეტაპები, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ მართლმადიდებლობის სიღრმე, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რომ ის, რაზე ჩვენ დღეს შეიძლება საუბრობთ, კამათობთ, ეს ყველაფერი ეს ზედა ემოცია და გრძნობა არის. ჩვენ კამათობთ სულიერ გარკვეულ რაღაცა თქმა უნდა დოგმატებზე, იმაზე, პოლიტიკა შემოგვაქვს ეკლესიაში, იქ შემოგვაქვს, ეს არის ზედა ჩვილობის ასაკი, გრძნობა ემოციის ასაკი, რომელსაც ჯერ კიდე არჩევანი არა. ადამიანი, რომელიც ამაზე ბევრს ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, მე არ გულისხმობ, რომ რამე თავშიკავებულად არ თქვა იმაზეც, ამაზეც რა, ჩვენ ყოველდღიურად ცხოვრობთ ამ სამყაროში, მაგრამ აი ეს არჩევანი არ უნდა დავიწყდეს. როდესაც მთელი შენი გრძნობები და ემოციები მართავენ და ამით ახარ დაკავებული ადამიანი, მაშინ ჯერ შენ კიდევ არჩევანი არ დაგიკეთებია და ანუ შენ ფიქრობ, რომ მართლმადიდებლობის სიღრმე ეგ არის, რომ აი მან ამ ჩვილობის ასაკში, ამ პირველ ეტაპზე გრძნობისა და ემოციების აღრევისა და მოკლედ იქ ვნებებისა და ჩვევებისა და რაც არის ამის ამ ეტაპზე გონია, რომ ეს არის მართლმადიდებლობა და ცდილობ იქ დაიცვა მართლმადიდებლობა, დაიცვა ვიღაცა სხვა რელიგიებისგან, დაიცვა ვიღაცის მოკლედ გამახინჯებული და დამახინჯებული სწავლებებისგან, მაგრამ გონია, რომ ეს არის მართლმადიდებლობის სიღრმე. არა, ესეც არის მართლმადიდებლობა, მაგრამ მართლმადიდებლობას გააჩნია სხვა სიღრმე და აი ეს სიღრმე არის, როდესაც ადამიანი არჩევანს აკეთებ სინანულის გზით, ლოცვის მეშვეობით, ლოცვის ნამდვილი ღმერთთან ურთიერთობის ლოცვის მეშვეობით, სულში შეხვედრა მოხდეს ადამიანისა და ღმერთის. შემდეგ ხდება ასეთი რაღაც მძიმე რაღაც ხდება ადამიანს მოკლედ გეცლება, როგორც თქვით, ეს გამორჩენები, საყრდენები, რომელიც გქონდა. და არა მხოლოდ ეს საყრდენები გეცლება გრძნობებისა და ემოციებისა, არამედ როდესაც შენ ამ არჩევანს გააკეთებ და როდესაც შენ ქრისტესთან შეხვედრას დაიწყებ, შენს გარშემო გამოგეცლებიან თავისთავად ადამიანებს. იმიტომ რომ რადგან შენ შეიცვლები და არჩევანს გააკეთებ, შენ აღარ იქნები ისეთი, როგორ ვთქვათ, იცი, აი ხელსაყრელი სხვა ადამიანებისთვის. არ იქნები, თუნდაც ეკლესიური ადამიანებისთვის არ იქნები ხელსაყრელი. ანუ შენი ეს ცვალებადობა, შინაგანი ცვალებადობა, რომელსაც გარკვეულწილად გარეგნულ შენ ქმედებებზეც აისახება, ანუ ადამიანები შესაძლოა აუცილებლად გაცილდებიან, ანუ იმ გრძნობას და ემოციას, რომელთაც მათგან იღებდი და შენც მათ აძლევდი ამ გრძნობას და ემოციას, რომელიც შვიდიერი იყო და სულიერ ურთიერთობასთან არაფერი კავშირი არ ჰქონდა, აი ამ შემთხვევაში არ ესე ცვალებადობა. ამისთვის გზად უნდა იყოთ, რატო ვსაუბრობთ ამაზე? ეს ასე იქნება აუცილებლად. თუ დაადგებით მართლმადიდებლობის გზას, იცოდეთ, რომ ეს ასე იქნება და არა მხოლოდ ეკლესიის წევრებში კი არა, ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, ანუ ეს ყველაფერი ცვალებადობას დაიწყებს, ურთიერთობები. რატომ? იმიტომ რომ თქვენ ადგენ ხართ, თქვენ აირჩიეთ სხვა გზა, თქვენ დაადგეთ სულ სხვა გზას, რომელიც არის ქრისტესთან შეხვედრის გზა. დაიძაბება ურთიერთობები, ანუ როგორ გითხრათ, ეს კი არ აუცილებელი არ არის დაიძაბოს. აქ აი გაუგებრობა მოხდება ურთიერთობებში, ანუ სოხლილობაში ღირებულებითი და ფასეულობითი თანხმდრა აღარ მოხდება მოკლედ ადამიანებთან ერთად და ეს ურთიერთობები, თქვენი გეგმები, რომელიც დასახული ჰქონდა ზოგადად, რომ იმ პირველ ეტაპზე ბევრი გრძნობები და ემოციები ადამიანს ბევრ გეგმებს ასახინებენ. ანუ ეს უნდა გავაკეთო, ის უნდა გავაკეთო, ეს უნდა ვქნა და სხვათა შორის ეს გეგმებიც იცვლება. არის გეგმები, რომლებიც შეიძლება დარჩეს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იმ მდგომარეობაში გაკეთებული გეგმები და დასახული გეგმები აუცილებლად რაღაცა სახეს იცვლიან და თუ მხოლოდ იცვლიან ზოგ შემთხვევაში საერთოდ შეიძლება ჩამოიჩავოს და დაინდროს და ამ დროს სხეულმა შეიძლება გიტყუოთ, ეს იცოდეთ.
რომ თქვენმა ჯანმრთელობამ შეიძლება გიმთხოვოთ. ანუ როდესაც შინაგანად ადამიანი ამ ბრძოლის ხაზზე გადახვდა და მიხვდები მთავარ არჩევას გაკეთებ, რომ მე ქრისტესთან ყოფნა მინდა და ღმერთია ჩემი არჩევანი, აქ უკვე შენი სხეულიც, რომელიც დაჩვეული იყო, შენი ψυχე ნაწილი, ასე ვთქვა და გრძნობითი და ემოციური ნაწილი დაჩვეული იყო, მიიღო წუთისოფლისაგან ის მუგეში, რომელიც მას უნდოდა დავისთავად ესეც გამოგეცლება და ამიტომ სხეულიც გრძნობს ამას. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბოროტსულს ძალა არ აქვს, ძალა აქვს. აბა მითხარით, არიან თუ არა ადამიანები ისეთები, რომლებიც დილით რო ადგებიან და ან როცხო, ანუ თუ ვინმეს, ანუ როგორ გითხარით, ხასიათი არ დაუჭერს, თუ ვინმეს არ აწყინდეს, თუ ვინმე არ გააბრაზეს, თუ ვინმე ისე იგი, აი ამას ვამპირებს ეძახით ხოლმე, ხო ენერგიულ ვამპირებს ეძახიან ხოლმე დღევანდელი წუთისოფელი ესე და რა, ანუ არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი დადებითი ენერგიით იკვებებიან და რატომ? ნახეთ, რატომ? იმიტომ რომ სხვა ძალა, სხვა ფორმა, რომ ძალა მიიღონ აღარ აქვს. აი ეს არის, ნახეთ, როგორ არის ჩვენ საბოლოო ჯამში, როდესაც დაჩვეულია ჩვენი გრძნობები და ემოციები სხვადასხვა ფორმით, ცოდვიანი ფორმითაც, მათ შორის ბნებიანი ფორმითაც, არიან გარკვეული, აი როგორ გითხრათ, ესე იგი, აი ემოციისა და გრძნობის ყובה ჭირდება ადამიანს, რომ მუდმივად ენდორფინები მასში, ანუ ეს ბედნიერების ჰორმონი, რომელიც ადამიანს ჭირდება მუდმივ სათხოვნაში იყოს, რომ მუდმივად მოზიდული იყოს, ადამიანი არალეგალური გზით, მაგალითად ნარკომანიაც ეს არის, ანუ მაგალითად ადამიანი სინამოვნებები, რომელიც არ ჩამოთვლი და დნებების დაკმაყოფილების კუთხით და ზოგი ადამიანი არის დნებას იკმაყოფილებს, იმით რომ სხვას როდესაც აბრაზებს, ნერვებს უშლის და წყობილებიდან გამოხავს. ამით იკვებება ადამიანი. ამიტომ ნახეთ, ეს არჩევანი, რომელიც მე გავაკეთე, აი ამ ყველაფრის დატოვებას და სახეცვლას განაპირობებს ადამიანებისაც. გრძნობა, ემოციები, ყველაფერი, ანუ ჩემი გეგმები, რაც მე დასახული მქონდა, ჩემი ურთიერთობები, ყველაფერი რევიზიას ექვემდებარება, აუცილებლად გადაიხედება ადამიანში, აუცილებლად ყოველ მიზეზ გარეშე გადაიხედება ადამიანში და მათ შორის მოგებულებით სხეულის გრძნობს ამას, იმიტომ რომ ჩვენი სხეული მაგალითად დაჩვეულია რაღაცა გარკვეულ, ისე იგი, აი ხა მარხვა მოდის მაგალითად სხვადასხვა კვებას, დაჩვეულია ვიღაცის მხრიდან, ისე იგი ტკბილ სიტყვას, ან ისე იგი რაღაცა ფიქრებს, ბნებიან ფიქრებს, ან ისე იგი სასატკბილობას, აი რაღაცა მოკლედ გეგმებზე ფიქრსა, ოცნებას, რომელიც ადამიანს გააჩნია და ამისგან ეს სხეულიც იკვებება და საბოლოო ჯამში, როდესაც ადამიანი ამას მოაცილებ, აი ამ არალეგალ, ანუ ღმერთის გარეშე, ღმერთი სხვა რაღაც ემოციებით, რომლითაც იკვებებოდი ამას, რომ ადამიანი შეზღუდავ, გაფილტრავ, მათ გაწმენდასაც დაიწყებ, ხვდები, რომ ამათ გარეშე რჩე. და ნახეთ, როგორ არის, ხშირად როგორ ხდება, იცი? ეს რაღაცები ხშირად ერთიანად ხდება. არის ადამიანი, რომ ნელ-ნელა ჩამოცილდება ადამიანს, ხანის მოხდება, მაგრამ არის უცებ, აი გითქვიათ, ქრისტიანი ადამიანები ძახიან, რომ აი ესე იგი რა ხდება, ესა სულ ყველაფერი თავზე ჩამონახო, ისიც შეიცვალა, ესეც შეიცვალა, ისე იგი აღაც იქ მიმართლებს, აღაც აქ მიმართლებს, სადაც მანამდე ურთიერთობები მქონდა, ყველაფერი დაიშალა და ამიტომ ადამიანი ნახე ვარდება უიმედობაში, სასოწარკვეთილებაში ვერ ხვდება ერთ რამეს, რომ ეს არის ეტაპი, სადაც ღმერთი მას ეძახის სხვაგვარი ურთიერთობებისთვის და ამიტომ აი ესეთი რაღაცა თქვა ესეთი ათონელი მამა იძახის, რომ ღმერთთან შეხვედრის წინ ადამიანს ართმევენ, ან სახეს უწვიან ყველაფერს, რასაც იგი, ანუ რაზეც იგი ამყარებდა ღმერთის გარდა იმედებს. ანუ ნახეთ, ყველაფერს კი არ გართმევს, მაგრამ მფარი გეუბნება, რომ თუ შენ გინდა ჩემი მსახურება, მაშინ ყველაფერი, რაზეც მანამდე იყავი დამოკიდებული, ამას უნდა შეელიო და დაიტოვო მხოლოდ და მხოლოდ ის და დავტოვოთ მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც მე და შენს ურთიერთობას არ შეუშლის ხელს.
ამიტომ აი ზუსტად ეს მომენტი ხდება, აი საოცარი მომენტი, ვინც კიდე გეუბნებით, აი ვინც გაბედავთ ამას, ვინც აი გინდათ მართლა ღმერთის ნახვა, ანუ ღმერთთან ურთიერთობა თუ ვინმეს უნდა მართლა რეალურად იგრძნოს, რას იძახის წმინდა წერილი, რომ ნეტარიყვნენ წმინდანი გულით, არამედ მათ ღმერთი იხილონ. ანუ გულის გაწმენდის გარეშე ადამიანი ვერ იხილავ და ეს გულის გაწმენდა კიდევ არის ეს რთული პროცესი, რომელიც საერთო ცხოვრებისეულ სახეცვლებას, მეტანოია ხდება, ცვლილება ხდება, მაგრამ ვის უნდა ადამიანს ხშირ შემთხვევაში კონკრეტ არ უნდა ეს. და ნახეთ როგორ არის, ხშირად ადამიანებია ის იმდენად უგუნურები ვართ, რომ ასეთი რაღაც რო ხდება, ადამიანი ფიქრობს, რომ დასაჯეს. ნახეთ როგორ არის ხოლმე, როცა ქრისტე ჩვენ რამდენად უგუნურები ვარ დაუკვირდით, აი ეკლესიის წინაშე რამდენჯერ მიმისმენია ესეთი რამე, რომ ადამიანს სულიერი კრიზისი რო დაეწყო, ადამიანს ზუსტად ეს ურთიერთობების რაღაცა ისეთი კრიზისი დაეწყო, რაღაცები შეიცვალა, რაღაცები აღარ უმართლებს, ბიზნესი დაინგრა, თუ რაღაცა გეგმები შეიცვალა და ჩვენ ახლა ვაიმე ღმერთი წავიდა მისგან, სულ აი იუდეველები როგორც იძახდნენ, რომ დედო მაბო ვიღაც ხონდება, ანუ დიდარი თუ ვერ ცხონდება, ვერ ცხონდება, ანუ ამ წუთისობაში წარმატებულ ადამიანზე გონია, რომ მასთან არის ღმერთი, რა გვაქვს, არაფერი განსხვავება არ არის ჩვენსა და ძველი აღთქმის ადამიანს შორის. არა ხალხო, ეს ასე არ არის. ადამიანს თუ დაიწყო კრიზისი, ზუსტად ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ის, რომ მისი ზრდის პროცესი იწყება, ანუ ღმერთმა განამზადა და დაუძახა ამ ადამიანს, როგორც მანამდე დაუძახა და თავისი ხელით მოიყვანა, ეხლა ეუბნება, რომ აბა არჩევანი გააკეთე, გინდა ჩემთან ურთიერთობა, რომ მართლა მოხდეს ჩემი და შენი შეხვედრა. და სხვა შემთხვევაში ადამიანი იმდენად განიცდის ამ დანაკარგს, იმდენად განიცდის იმ გრძნობებზე და ემოციებზე აგებულ საკუთარ საწუნოებას, რომელიც ეგონა, რომ ეგ არის მთავარი და სხვა არაფერი, რა თქმა უნდა, მათში იყო დადებითი კეთილი, სადაც ღმერთი გვეურთიერთებოდა, მაგრამ ეს აუცილებლად დასრულებადია, ეს აუცილებლად უნდა გადავიდეს სხვა ურთიერთობის სხვა ეტაპზე, რომ ადამიანს გონია, რომ ღმერთის ჯის და ეძებს ადამიანი ღმერთო რატომ ჯი ამითი და რაღაცა რა დავაშავე ესეთი რამდენი ადამიანი ზაღის რითი ამდენს ლოცულობ, კითხულობ, ლოცვებს იმას ვაკეთებ, ამ ვეზიარები აღსარებას ვამბობ და უფალი გეუბნება, კი, რომ ხედავ, რომ შენ მონდომებული ხარ ლოცულობ, რომ ხედავ, რომ შენ მონდომებული ხარ აღსარების თქმით და ზიარებით, ახლა მინდა და შენ გინდა მართლა ჩემთან შეხვედრა და თუ გინდა მაშინ მოდი გამოკრები, მაგრამ მე რო გამომყვე, მე ვთქვი, რომ ვისაც უნდა შემოდგომა ჩემ და უარყო საკუთარი თავი, ანუ სიცოცხლე, თავისი ცხოვრება, პირადი გეგმები, ყველაფერი უარყოს და გამომყვეს და შემომიდგეს, მე ანუ თავის ცხოვრებას მინიმუმ რაღაცა ცვლილება, სახეცვალოს, ან შეცვალოს თავისი ორიენტირების უხდებელობა ადამიანს კიდევ გონია, რომ ეს არის დასჯა და ჩვენც ერთმანეთს, ანუ ვიღაცას სოდვაში დაეცემა, ვიღაცას რაღაცა სულიერი, ესე რომ ვთქვათ, დაცემულობა და ჩვენ ერთმანეთს აი გადაემართა ხედავ, აი ეთყობა მაგას სოდვა ქონდა გულში და ეთყობა რაღაცა უწმინდურად ცხოვრობდა და აი ნახეთ, ორი განსხვავებული მდგომარეობა მაქსიმალ სარგველიზარის განწმენდის მდგომარეობა, ეს საოცარი მდგომარეობა, ყველაზე ლამაზი ადამიანი ამ დროს, რომელიც საფრთხო ხმას გამოეხმაურება და მოდესაც მისი ცხოვრება იცვლება და ეკლესია როგორ უნდა ვიყოთ, რომ ადამიანს ხელი შეუწყოთ, ვიცოდეთ რა გზას ადგას, ორი სამღვდელო პირი ამას უნდა ხვდებოდეს და იძახეს, მიდი დახმარება მისცეს ადამიანს, რომ მართლა სხვა ეტაპზე გადავიდეს და მართლა ღმერთის ხილვის მდგომარეობაში გადავიდეს, მაგრამ ჩვენ ხშირ შემთხვევაში სასულიერო პირების და მრევლიც იმ ეტაპზე ვართ, პირველ ეტაპზე ვართ და ამიტომაც ჩვენ თვითონაც ეგრეა უკვე. ანუ ეზიარა ადამიანი და რო ეზიარა ადამიანი გამოიცადა მისი სარწმუნოება და შეიძლება რაღაცა ურთიერთობებში ვისთან ვინმესთან რაღაცა დაეძაბა. ადამიანი ეზიარა და გამოვიდა და გეგმები რომელიც ხონდა უცებ ჩამოიშალა და ადამიანს გონია რომ დასაჯერად აი ღმერთმა დამსაჯა ეხლა გეგმები მითო შემეცვალა და ყველაფერი ჩამოეშალა ადამიანი ვინმე ან გარდაიცვალა ან წავიდა ან ნაწყენი განაწყენდა ჩემზე არ არის ეს ასე იცოდეთ ყველგან რომ ეს არის ეტაპზე გადასვლა ღმერთი ნელ-ნელა გვეძახის რომ დაამთავრეთ ბავშვობის ჩვილობის ასაკი დაამთავრეთ და გადმოდით უკვე ზრდასრულ ასაკზე, ანუ ჭაბუკობის ასაკზე იქნებ შემაგდეს ადამიანი.
და ამიტომ არის რომ ანანია და საფირა გახსოვთ რომ მივიდნენ იმასთან პეტრე მოციქულთან და რო გაყიდეს თავისი სახელი მიუტანეს და ნახევარი დადეს და ნახევარი შეინახეს თუ ნაწილი შეინახეს ესე რომ თქვა და ისეუნება რომ შენ თქვენო ამდენად გაყიდეთო კი ამდენად გავყიდეთო და თქვენო სული წმინდას ეცურეთო აი ნახეთ როგორი რაღაცა არის ამ ეტაპის დაძლევის შემდეგ როგორი რაღაცა იცი სანამ ადამიანს აქვს თავის გულში ამას ხო ვერ ამიხედავს სათადარიგო გამოსავალი და საყრდენი მანამდე მოკლედ შეუძლებელია ადამიანი ამ ეტაპზე გადავიდეს და გადაინაცვლოს ღმერთთან ურთიერთობის ამ ეტაპს. ანუ როცა შენ სათადარიგო გაქვს, რავი თუ ეკლესიაში, რავი თუ ვერ გავძელი, რავი თუ ღმერთს ვერ შეუძლებ, აი თუ ღმერთი არ მოვიდა, მაშინ მე აგერ იმას გავაკეთებ, ამას გავაკეთებ, წავალ, იმას ვიცხოვრებ, ამას ვიცხოვრებს, ანუ სანამ ადამიანი ფიქრობს თავის თავში რომ სათადარიგო ღმერთის გარეშე სათადარიგო გამოსავალი აქვს, სათადარიგო ცხოვრების სტილი შეიძლება ქონდეს, თუ აქ არ იქნება, მაშინ სხვაგან ვიქნები, მაშინ ამ ადამიანს ეს ადამიანი ვერ გადავასვა ეტაპს. ამიტომაც არის რომ ესეთი ადამიანები ყოველთვის ტოვებენ ეკლესიას, სამწუხაროდ ტოვებენ. ანარჩევიან დიდი ხანი შეიძლება იყოს, მაგრამ ცარივლები არიან, შინაგანად უბრალოდ ჩვევაშია ანუ რელიგიური ცხოვრება აქვს, ჩვევაში მხოლოდ ანუ სიცოცხლე საწოლეს ვთქვა, მკვდარი ნაყოფით არიან მუცლადღებულები, ანუ ფეხმძიმეები არიან მკვდარი ნაყოფით, ანუ სული მათში თავისთავად არის მკვდარი. აი ეს არის რაც ეს ორი ეტაპი, რომელიც თუ კი ადამიანი ამ გარბედავს და ამ ეტაპზე მოკლედ საბოლოო ჯამში გადავა. მე გადავიდეთ შემდეგზე, დღეს მინდა რომ ვისაუბროთ ამაზე და დარჩება ეს ხვალდაზე რა ხდება არავინ იცის, ღმერთი დაგვიძახებს მოკლედ მარადებლობაში არავინ იცი და სათქმელი თავისთავად ჯობს რომ თქვათ და რაღაცა ის ეტაპები რომელიც მე პირადად აი მაქსიმი ამხსარებელთან დავინახე და რა თქმა უნდა ყველა მამასთან და მათ შორის ყველაზე ღრმად ისე იგი და განცდები რომელიც შინაგანი სულიერი ცხოვრება და განცდები რომელიც მე მეუქლებოდა მე ეს მე თვითონ არ გამიმლია მე ვიცი ეს ყველაფერი უბრალოდ მე ვცდილობ უბრალოდ მეტი არაფერი არ ვიფიქროს რომ მე რაღაცა ამ ცხოვრება გამიარე და ესე ცხოვრება არა მეც მოკლედ აი მოხილული ვარ ამ მდგომარეობით და მდრომა მაქვს ამისი რომ მინდა თუ კი ეკლესიაში ვარ მაშინ ერთხელ ხოლმე გადაწყვეტო ადამიანმა რომ აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ქრისტეს ჯვარი აიღო და გავემას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ ეტაპზე აი სიმდიდრე ხანი დავახსენოთ წინა ეტაპზე ადამიანები უკვე ისე იგი ქონება სიმდიდრე თუ კი ვინმეს ხედავთ ამ ქონებაზე მიჯაჭვუზი ბოდიშით ამ გამოთქმაზე ხავადაღებული თემა მაგრამ მანქანების ცვალება მათ შორის სასულიერო პირებში ისა ტელეფონების ცვალება ესე იგი 17 აიფონი გამოვიდა და 17 უნდა დავიჭირო და რაღაც არის ისე იგი აი გალამაზება, შელამაზება, საცხოვრებელი ადგილებისა და ასე და ისე მოწყობა რაღაცებისა. ანუ ეს არის ამ ეტაპზე, წინა ეტაპზე, სადაც ადამიანი ხელს თავისთავად ანუ მაინც საკუთარი ძალებზე და საკუთარ სათადარიგო ესე რომ ვთქვა, მდგომარეობაზე ხარ, მინდობი და ღმერთზე ბოლომდე არ ხარ მინდობი, ანუ სათადარიგო მდგომარეობა გაქვს ყოველ შემთხვევაში. ამიტომ შემდეგი რაც შეიძლება მოხდეს ამ შემთხვევაში არის ცოტა მტკივნეული ნაწილი მერე, ანუ ხდება რა, როდესაც ეს მოძრაობა მე, როდესაც გარედან ვიღებდი აი ამ ესე რომ ვთქვათ ემოციებს და გრძნობებს, ადამიანი როდესაც შიგნით მოგზაურობ, ჩნდება ერთი რაღაცა, რომ ადამიანი ხშირად ადამიანთა შორისაც ხარ, მაგრამ ამავე დროს ისე იგი მარტოობას განიცდის. ეხლა მარტოობაზე ალაპარაკი, ეხლა ადამიანმა არ უნდა თქვას არ მარტოობას რაღაცა ეს არ შეადაროთ იმას, ამიან დეპრესიას და ასე შემდეგ. არა, ამაზე არა, აქ სულიერ ცხოვრებაზე ალაპარაკი და აქ ცუდი ყველაფერი გამორიცხეთ, რაც კი შეიძლება იყოს. თუ რამე ცუდი იქნება, საპირისპირო ამას ვიტყვი. ანუ ნახეთ როგორ რაღაცა. ადამიანი ბევრ ხალხშიც ახარ ადამიანი მოკლედ აი როგორ ვთქვათ, შენი თანამოაზრეებში, ეკლესიის წევრებშიც ხარ, იმაშიც ხარ, მაგრამ ამავე დროს მარტოობას განიცდი.
ანუ შინაგან გარკვეულ მარტოობას, სადაც ღმერთის ძიების პროცესი, ანუ ამ შემთხვევაში იქნება რომ ყოველთვის ვფიქრობ რაღაცა ღმერთთან, იმიტომ რომ იმ ხელაზე რამეზე თქვი უარი, ამ გრძნობებზე და ემოციებზე თქვი უარი, ახლა რამე უნდა ეძებო ადამიანმა ღმერთი ნუგეშს მოგივლეს და აი ამ ნუგეშს უნდა ჩაეჭიდო და ხვდები რომ ადამიანები არ არიან გარკვეულწილად ნუგეში პირობითად, ანუ არის მაგალითად წმინდა ადამიანები, მოძღვარი, ისე იგი თვითონ სიწმინდეში მცხოვრები ადამიანები, აი მათთან როდესაც ხარ, ხვდები რომ სულიერად ივსები. აი სულაც არ გინდა საუბარი არაფერზე, მაგრამ ხვდები რომ ერთი ადამიანის თუ არის ესეთი შეცი, მაშინ მარტო არ ხარ. მაგრამ აი ამ წუთის სოფელში, როდესაც ხშირ შემთხვევაში, მაგალითად შეიძლება წახვიდე დაბადების დღეზე, შეიძლება წახვიდე სამივე ქორწილში, სუფრაზე, ესე და ამავ დროს კი ხარ იქ, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდად კი არ ვამბობ ამას და ცუდი განცდა კი არ არის, შინაგან მარტოობას განიცდი, მყუდროება შენთვის მარტოობას განიცდი და ხშირ შემთხვევაში ადამიანს, როგორ გითხრათ, აი თითქოს ვეღარ, აი კინოური ეს არის ხოლმე, რომ ადამიანები ლაპარაკობენ რაღაცაზე და თითქოს ვერ უგებ, ვეღარ უგებ მათ, თითქოს ისინიც ვერ გიგებენ შენ და ეს ეტაპი დადგება. როგორც გითხარით, ეს აუცილებლად ეს ეტაპი დადგება, მაგრამ ეს კი არ უნდა იყოს, როგორი გულის წრომა კი არ უნდა იყოს და ეს კი არ უნდა იყოს, რომ მე კარგი ვარ და აქ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანმა გაიაზროს, რომ ეს არის იმ ეტაპზე დადგომა, სადაც მე ღმერთს ვეძებ და ჯერ ადამიანები ჩემს გარშემო აი სიყვარული, ამიტომ თამდაბლობაა საჭიროა, სიყვარულია საჭირო ადამიანების და რომ მიუხედავად იმისა, მე მათთან ერთად ვარ, მაგრამ აი ამ შინაგან გარკვეულწილად აი სიმარტოვეს რაღაცა, თითქოს ვერ მესმის რაღაცა, ვერ ვიგებ რაღაცებს, მე ბევრჯერ მithქვამს ხოლმე, რომ აი მრევლთან ერთად დავსხდარ ვართ, სასულიერო პირები დავსხდარ, 7-8 სასულიერო პირი და დავიწყებთ საუბარს ზოგადად სულიერ ცხოვრებას. 5 წუთი არ არის გასული, 5 წუთი არ არის გასული და იმ წუთში უკვე თემიდან ვართ გადასული. არც ვიცით მართლმადიდებლური საუბარი, ტერმინოლოგია არ გაგვაჩნია. არ გაგვაჩნია ჩვენ სასაუბრო ლექსიკონი, მართლმადიდებლური სასაუბრო ლექსიკონი არ გაგვაჩნია და აი ადამიანი, რომელიც აი ამ გარკვეულწილად თუ კი დაადგები ამ გზას და გარკვეულწილად ღმერთს ეძებ და ღმერთის ძიების გზაზე ხარ, აი ეს ურთიერთობები უკვე აღარ ხიბლავს. ვერ უგებ ამ ურთიერთობებს და საბოლოო ჯამში ის ადამიანების, რომლებიც ასეც გიყურებენ, ისინი თავისთავად გარკვეულწილად ვერ ისე გიგებენ და აი ათონის მთაზე ზოგადად ამას ეძახიან ერთ რამეს, სიჩუმე საუბრის წინ, ღმერთი გამზადებს მასთან სასაუბროდ. აი აქ იბადება, ნახეთ, საუბარი არის ლოცვა, აი აქ იბადება ადამიანის ლოცვითი განწყობა. აი აქ უკვე იწყება შენი უკვე საყრდენები მოცლილია, გარკვეულწილად აი ადამიანური ემოციები და გრძნობები მოცლილია, გამოგეცალა უკვე, შენ თვითონ მოაცილე, არჩევანი გააკეთე შენ თვითონ რომ შენ ამ გზას ადგები და საბოლოო ჯამში აი ეს არის სიჩუმე და თქმილი საუბრის წინ. ღმერთი ადამიანს ამზადებს თავისთან სასაუბროდ. ადამიანი აი ამ ეტაპიდან იწყებს იბადება ნამდვილი ლოცვითი განწყობა. მანამდე ყველაფერი არის გარკვეულწილად გაურკვეველი, მანამდე ყველაფერი არის სხვა იმედებით სავსე, ლოცულობ იმისთვის, რომ ის ყველაფერი რაც წინ დავასახელეთ იყოს კარგად და არ გამომეცალოს. გამომეცალა და მეუნება უფარულო, არა, ახლა შენ ვიწყებთ მოკლედ ჩვენ ისე იგი ნამდვილ საუბარს გარკვეულწილად ერთმანეთთან და აქ არის უკვე ჩნდება ერთი გზნობა. ნახეთ, რა გზნობა უნდა დაიბადოს, რომ ადამიანი უკვე აღარ წუწუნებს. აი ნახეთ, მანამდე წინაპირ ეტაპებზე როგორ არის იცით, ადამიანი წუწუნებს, ღმერთსაც ეწუწუნება, რომ რატო უფალო, რატო წაიღეს, რატო ეს შეიძლება განაიჟო არ უნდა თქვა ადამიანმა, ეს არ არის კითხვებოდა დასვა ადამიანმა და მართლმადიდებლობას არ ეშინია, ჭეშმარიტებას კითხვების დასმის არ ეშინია. ამიტომ ვიძახი ადამიანს უფალო, რატო წაიღეს, რატო წამართვიეს, ესეთი გეგმები მქონდა, ადამიანი ესე იგი წუწუნებს, რომ მანამდე რაც ხონდა ისაც წავიდა.
ადამიანები, გეგმები, ურთიერთობები, სხეული, რომელიც აღარ ემორჩილება და ისე იგი ხშირად მოკლედ დამძიმებულია, ვერ მსახურება შეიძლება ვერ ატარებს, ამ მსახურებას ვერ ესწრება, ასე შემდეგ და ადამიანი ამის მერე გარკვეულწილად მოკლედ წყლედ წუწუნს და მოკლედ ხვდები რომ რატომ წყლედ წუწუნს, იცი რომ ის ძველი რისთანაც დაბრუნება გინდა, ხვდები რომ ისინი უკვე აღარ მუშაობენ, ანუ ისინი უკვე ნუგეშს აღარ გაძლევენ ადამიანს და აი აქ იბადება ზუსტად ახალი ნუგეშის, ახალი იმედის, ახალი სასურვლის განცდა, რომ ადამიანი ლოცულობს უკვე ღმერთზე, ადამიანი ლოცულობს უკვე ღმერთთან მიმართებაში და აი ამ დროს იბადება გარკვეული სიწყრფელი. აი ნახეთ, ადამიანში იბადება გარკვეული სიწყრფელი. აი სუფთავდება გული, ანუ რაღაცა მიჯაჭვების განთლიანად თავისუფლდება რაღაცა დოზით, ანუ რაღაცა ფორმით, რაღაცა ისე იგი სიმძლავრით თავისუფლდება და გულის სიწყრფელი იბადება, ანუ გული ამოისუნთქებს ამ დროს. აი შეხვედრის ადგილი თავისუფლდება, საუბრის ადგილი თავისუფლდება ღმერთთან, ანუ აი გული როგორც ბერჯერი თქვავს, გული უკვე ნელა გამოსუფთავდა, ის მიჯაჭვებები რაც ხონდა გარკვეულწილად შეიცვალა, გამოვიდა და ესე ვთქვათ, სივრცე გაჩნდა გულში, სადაც შესაძლებელია ღმერთთან შეხვედრა და საუბარი და ამას ქვია სიწყრფელის მდგომარეობა. ანუ იმ რაც დატოვე გახსოვთ პავლე პეტრე მოციქული ძაღლს, აღარ ჩვენ ყველაფერი დაუტოვეთ და რა იყოს ჩემი იყოსო ჩვენ და ხო 100 წილად მიიღოთ და სასუფლებელი დაიმკვიდროთ. ანუ 100 წილად მიიღოთ ნიშნავს ამას, რომ ვინც დაუტევა დედა, მამა, ცოლიშვილი, ანუ არა პირდაპირი გაგებით, არამედ ღმერთი დააყენა ყველაფერზე მაღლა, გამომდინარე აქედან მისი გული გამოთავისუფლდა და სიწყრფელი დაიუფლა ადამიანს. ანუ გულწრფელი გახდა ადამიანი, გულწრფელი ნამდვილი გახდა ადამიანი, აღარ თამაშობს ადამიანი, აღარ თამაშობს ფარისეველი აღარ არის ადამიანი, აღარ რელიგიურობას არ თამაშობს ადამიანი და წერა როგორც ვიდრე დავწყებ, ფარისევლისა და მეზვერის მდგომარეობა ნელ-ნელა ერთდება, ანუ ერთ პიროვნებაში ექცევა ფარისევლის მონდომება და სინანული მეზვერისა, ერთ პიროვნებაში უკვე ერთიანდება და აი ამ მდგომარეობას ქვია ზოგადად სიწყრფელის მდგომარეობა. და აი ამ დროს უკვე ახლა ცოტა კიდე წირო წავიდეთ, აი ამ დროს გარკვეულწილად აი დუმილის გარკვეულწილად აი მეტად სიჩუმის, მეტად დუმილის და შინაგანად აი ამ სიწყრფელიდან გამომდინარე ღმერთთან ამას უკვე თვითონ გრძნობს, ამას ვერ აგიხსნით იქ რა ხდება ადამიანსა და ღმერთს შორის და როდესაც ღმერთში ადამიანი ღმერთზე საუბრება გარკვეულწილად და მართლაც წრფელ გულში, რომელიც ნამისგან გამოთავისუფლდა და ღვთის მადლი მოვიდა, აი ამ დროს ადამიანს ეუფლება ერთი რამ, რომ სიჩუმე და მყუდროება ეძებს ადამიანის სიჩუმეს და მყუდროებას. ეს ადრე გამოწოვდა. საქმეს არ ადამიანს ეს არ მოწოვდა. ყველაფერმა უნდა იხმაუროს. ის ჩართული იყოს, ვინაც ალაპარაკობს, ანუ აქტიური ურთიერთობები, რომლითაც ის იკვებებოდა, ანუ მისი ეს გზნობა და ემოცია აქტიური ურთიერთობებით იკვებებოდა თავიდან ბოლომდე, მაგრამ აი მინდა გითხრათ აგერთი რამე. გაიხსენეთ ღმერთთან მყოფ ადამიანს ახასიათებს აი როგორი თვეცი სიმშვიდე არ არის აქტიური ამ დროს ადამიანი, მაგრამ მოგიყვანთ მაგალითს ქრისტე როდესაც თავისი მოციქულები აზიარა მათ შორის იმ უნდა მოციქულები იმდენად სულიერ სიმშვიდეს განიცდიდნენ, რომ და საფრთხეს ვერ გრძნობდნენ, რომ სულიერად, ანუ დაიძინეს, ეძინათ. მაცხოვარი უნდა კაცო რა გაზინებთო, ჩემთან ერთად რატომ არ იმაშვებითო, არ ხარ ხიზმათო, მაგრამ ამა გაიხსენეთ იუდა მოქმედებს.
ან ბოროტი სულ აქტიურია, სულ მოქმედებს, ღამეც არ ძინავს, სულ მოქმედებს. ამიტომ აი ეს პირველი მდგომარეობა ეს არის ზუსტად ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ სულ აქტიურია ადამიანი, სულ რაღაცას იზიდავს, სულ რაღაცას უნდა უსმენდეს, სულ რაღაც უნდა ხდებოდეს, ანუ ვიღაცა ეუბნებოდეს მიყვარ ხარ, ანუ გარეთი გრძნობებით ვიღაცა ყურადღებას იჩენდეს, ვიღაცა მოკლედ რაღაცა ანუ რამე ჩუქნიდეს, ან სადმე მიდიოდეს, ანუ სულ მუდმივად არის ამ ემოციის, ესე რომ ვთქვათ, მიღების, გრძნობისა და ემოციის გამოყვების იმაზეა. ამიტომ ნახეთ, აი ამ მდგომარეობაში ხვდები ადამიანი ერთ რამეს, რომ აქ უკვე სხვა, აქ დუმილი გინდა, აქ სიჩუმე გინდა, აქ სიცხნარე გინდა, აქ რაღაცა სხვა იმედი შემოდის, სულ სხვა რაღაცა ხდება აქ ადამიანის ცხოვრებაში, სულ სხვა რაღაცა და შენი გეგმებიც, შენი სიტყვებით, შენი გეგმებით, შენი ურთიერთობებით, შენი სხეულიც კი მათ შორის, აი აქ ხდება, ყურნება ხოლმე სხეულის, აი აქ ხდება, აი ის მდგომარეობა, რომელიც არ ჭირდება მას სასწაული აქ, მართლა ღვთის მადლი მერე ერთიანად აღასრულებს მთელი ადამიანის აგებულებაში შემოდის და იქ მხოლოდ ამ დროს აღესრულება მართლა, რასაც ჩვენ კურნებას ვიძახით და თუ კი უფალი როგორც განღრმული განიკურნა, სულიერად ვიკურნებით და ამავე დროს სხეულიც იკურნება, თუ ეს ღვთისთვის სათნო იქნა. აი ოც აი ამ სიჩუმეში, აი ამ დუმილში ხდება ეს. ნაკლები საუბარი, ნაკლები ამაოება, ნაკლები ახსნები, არავის აღარ უხსნის შენ მდგომარეობას, და არც უხარ იმაზე გაიგებენ თუ არა ამ მდგომარეობას, საქმეც ეს არის, რომ ანუ აღარ გინდა არავისთვის რაიმეს ახსნა. აი საოცარი სიხარული შემოდის, აი შენთვის ხარ და არავისთვის არაფრის ახსნა არ გინდა. ანუ ამაოებაში ჩართვა აღარ გინდა ადამიანს, მაგრამ რა თქმა უნდა წუთსურვილი თავისას ეკაჭება ადამიანი. ეს არის ნიშანი იმის, რომ ნახეთ, როდესაც ღმერთი უახლოვდება ადამიანს, მაშინ ადამიანი თუნდება. ნახეთ, თუ კი ადამიანი აი ამ დუმილს, აი ამ შინაგან მყუდროებას არ არის ნაჩვევი და თუ ეს მისი ცხოვრებისეული მთავარი წერტილი არ არის და თუ კი მან არ შეძლო რომ თუნდაც ბევრ ადამიანშიც კი აი ეს მყუდროება მაინც გქონდეს და მყუდროება როგორი ანუ აი გამო რაღაცა სხვანაირი მყუდროება განა ვინმესთვის გამო ანუ იარ მასშტაბური სულიერი სახეს კი აიღებ ადამიანი და რაღაცა ვითომ დიდი მოღვაწე არა სხვა მყუდროება გეძლება სულ სხვა შინაგანი მყუდროება გეძლება ადამიანს და საოცარი რამ არის. იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ღმერთი ახლოვდება და როდესაც ღმერთი მოდის ადამიანში, მაშინ ის აუცილებლად ჩუნდება, ის აუცილებლად თუნდება, იმიტომ რომ სხვაგვარად შეუძლებელია არ დაწყდეს ადამიანში აი ეს მისი აგებულება და არ დათუნდეს ადამიანის შინაგანი. ამიტომ ხშირად ადამიანებს ეს გონიათ ხოლმე აპათია. აპათია ეს არის აი ვთქვათ იგივე ავიღოთ ხო რაღაცა შეურიგებლობა რაღაცა ფერი გამოგივლიდა ნერვოზია რაც უარყოფითთან არის დაკავშირებული ეს არ არის აპათია ეს არის მზადება ეს არის საოცარი გამზადება აი ეს მზადება მუდმივი მზადყოფის სული აი მუდმივი მზაობის სული გარკვეულწილად ღმერთთან ურთიერთობის ამიტომ სული აუცილებლად იცილებს ხმაურს, რომ გაიგოს ის, რაც შეუძლებელია გაიგო სიჩქარეში და ხმაურში. აი ეს არის ზუსტად. ღმერთს ვერ გაიგებ. ღმერთს ვერ დაელაპარაკებ. ღმერთთან ურთიერთობა ვერ გეკნება. ვერც წუთისოფლისეულ სიჩქარეში და წუთისოფლისეულ ხმაურში. გახედეთ წუთისოფლი რას გვაძლევს. რის კენგვებიძგებს ამორი რამის ხმაური იხმაუროს სულ იხმაუროს და სულ დაკავებული იყო ადამიანი და ცulis და ცulis ყოველდღიურად ინფორმაციით იმით ყვებას რომ შენში მუდმივი ხმაური იყოს და სიჩქარე მუდმივად გეჩქარ ნახე როგორ არის აჩქარებული ყველაფერი ადამიანები სულ გადარბენაზე არიან აი სულ აი სამსახურში წავდი და აღწავდი ანუ სულ ფორია კი ადამიანში და მითხარით როდის შეძლებს ადამიანი რომ ერთს მოусმინოს
ამიტომაც კიდე გეუბნებით, რომ ჩვენ ხშირ შემთხვევაში წინა როგორც დავიწყეთ, ჩვენ გილოცულობთ, გარკვეულწილად, მაგრამ ვიზე ვლოცულობთ, რაზე ვლოცულობთ, ქრისტეს თაზე ვლოცულობთ. აი ამ მდგომარეობაში ხდება ლოცვა თუ მართლა საუბარია, საუბარი ხდება გულში და ამ საუბრის დროს სხვა მდგომარეობა აქვს ადამიანს. სხვა მდგომარეობა უნდა გქონდეს ადამიანს. და ბოლო ნაწილი. ადამიანი გარკვეულწილად როგორ მდგომარეობაშია იცით, აი ამ დროს შემოდის მოთმინების შინაგანი გარკვეული სიძლიერის და მზადყოფნა. აი როგორ გითხრათ იცი, აი საოცარი მზადობა შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ისევ სინანულში ხარ, მიუხედავად იმისა, რომ შინაგანად განიცდი ისევ და ისევ საკუთარ მოკლედ ეს არ წყდება. მუდმივი სინანულის გზა, კიდევ ვიძახი ის გზა, რომ სინანულით მიდიხარ ლოცვის მეშვეობით, ღმერთთან შესახვედრად გულში, ეს არ წყდება ამ ეტაპზე. ეს არის გზა, რომელსაც ახლა ვსაუბრობთ, ეს არის ეს გზა და რაღაც ეტაპზე ადამიანში შემოდის ეს საოცარი მზადყოფნა. და რა მზადყოფნა არის ეს? რომ ემოციური სიხარული ქრება. ანუ რა უნდა თქვა იცით, აი როგორ კი არ ქრება, კი არ უქონდება, არამედ სულიერებაში დგება. ანუ ემოციურად კი არ გიხარია რაღაცა უპეწენანას გვიცარცვნა ვაიმის, ანუ ემოციურად კი არ გიხარია ადამიანს და არც შიში არ აქვს ცხოველური, აღარ აქვს იქ დაბრუნების შიში, ანუ გარკვეული, იმიტომ რომ აი რაღაცა საოცარი სიმხარე შემოდის, იპოვე ის, რის გამოც შენ შეგიძლია ყველაფერი დათო. აი ეს სიმხარე შემოდის საოცარი ადამიანში. ამ დროს აღარ სასწაულების იმედზე არ ახალ ადამიანი. აი ჩვენ ხო არის ხოლმე რომ აი სასწაული. აი სასწაული რა არის? ბუნების კანონებზე ზემოთ მოქმედება ღმერთისა. ანუ ემის მოთხოვნაც კი აღარ. დაინახეთ როგორი რაღაცა ადამიანი როცა სულიერ ვაჭრობას ანელებს თავს შეხვედრა უკვე ღმერთთან აი ახლოვდება და ახლოს არის. ადამიანი სულიერ აღარ ვაჭრობს და აღარესულება ყველაზე მთავარი. იმას, რასაც ყოველდღე მამაუჩვენოში ვიძახით. უფალო, იყოს ნებაში. აი ეს საოცარი რაღაც, რომელიც ამ ღვთის ნების გამარჯვება ხდება საკუთარ ნებას. ანუ ყველაზე მთავარი ეგოიზმისა და პარტაონების დაძლევა ხდება ადამიანში. უფალო, იყოს ნებაში. ჩვენ მეორე ვიძახით ხოლმე ამას, ეს მართლმადიდებლურ ლექსიკონში ბევრი იყენებს ამას, რომ აი ღვთის ნება ყველაფერი და ამაზე აღარ გავგრძელდები და ვისაუბრებ, მაგრამ ღვთის ნება რომ არის ადამიანს შეუძლია მხოლოდ ამ მდგომარეობაში ხდეს. მხოლოდ ამ მდგომარეობაშია შესაძლებელი ადამიანმა თავს უფალო იყოს ნებაში. ანუ გულია გამზადებული ეს საოცარი სიმყარე აქვს ადამიანს, ანუ აღარ საჭიროებს არც ემოციურ, ესე რომ ვთქვათ, გრძნობით და ემოციურ სიხარულს აღარ საჭიროებს, აღარაფერს არ საჭიროებს გარედან, თუ იქნება მადლობა ღმერთს, ამას თავის ადგილს მიუჩენს. აღარ ცხოველური შიში აღარ აქვს, აი დაძაბულობა და შინაგანი, ანუ ესეთი შიში არ აქვს ადამიანს, არამედ აი საოცარი ვაჭრობა მთავრდება რა. ღმერთო მე ამას ვიზავ და ის მომეც იქლა ვილოცებ და ის მომეც, ანუ ეს ყველაფერი მთავრდება, ანუ დასრულებული ხდება, რაზეც წინ ვილაპარაკეთ, ეს ყველაფერი უკვე თითქმის გადანახული და გადაცვლილი ხდება ადამიანში და ამ დროს ადამიანი აღარ ითხოვ არანაირი გარემოებების შეცვლას, არამედ ხვდები, რომ ერთადერთი ვინც უნდა შეიცვალოს და შეიცვალო ეს ხარ შენ. აი ეს ხდება უკვე.
აღარ გაინტერესებს შენ აი ის რატო აკეთებს ესე რატოა ის რატოა იმას რატო აკეთე ამას რატო აკეთე ანუ აღარაფერი არ გაინტერესებს ხვდები რომ სამყარო ისეთია როგორიც არის და შენ ადამიანი გულმოწყალე ხდები იმიტომ რომ შენ ხვდები რომ როდესაც ეს გაიარე ადამიანმა შენ თვითონვე როდესაც ეს გაიარე ადამიანმა შენ თვითონვე მაშინ ხვდები ადამიანი რომ სხვა მაცხოვნა გაიაროს ეს ხვდები ადამიანი რომ სხვასაც ეს გაჭირვება გადასატანა და ამიტომაც უკვე სამყაროც გიყვარს ამიტომაც ადამიანების იყვარს თავის გაჭირვებაში თავის თუნდაც სულიერად ვერ მზაობაში გიყვარს ადამიანები რომლებიც თუნდაც იმ პირველ ეტაპზე არიან სარწმუნოების ყველა გიყვარს ყველა და ყველაფერი ანუ სამყარო გიყვარს თლიანად ანუ ღვთისმგებლობა გიყვარს თლიანად იმიტომ რომ იმასრებ იმას რომ გზა რომელიც შენ გამოიარე ყველა ადამიანს აქვს გამოსავლელი და თუ კი ადამიანი ამ გზას და ამ ნუგეშს ვერ იპოვის ღმერთთან შეხვედრისა და მართლა ღმერთი არ გახდება მისი საოცარი სიხარული და საყრდენი ხვდები როგორ უჭირს ადამიანს როგორ ეპოტინება ადამიანი სხვა და სხვა ამ ღვთისმგებლობისო სიამოვნებას და სიამთქველობას ეპოტინება და სხვა რამს არ იცის სხვაგვარად როგორ გააკეთოს იმიტომ რომ მისი გრძნობები და ემოციები ითხოვენ მოკლედ განმაუცებლად ამის დაკმაყოფილებას და ამიტომ აღარ გინდა არაფრის შეცვლა და ერთ-ერთი მამა იძახის რომ თუ კი რამის შეცვლა გინდაო ადამიანს ჯერ შეიყვარება და ამიტომ თუ კი ვინმეს ფიქრობ რომ დაიხმარო შეცვლაში ან მოკლედ გარკვეულწილად შენთვლილობ და შეიცვალოს რაღაც ამ დროს ძალიან სიყვარულით ექცევი ადამიანებს სიყვარულით ექცევი მოვლენებს რომ ისე იგი რაღაცა საოცარი შინაგანი წონასწორობა და შინაგანი სიხარული გააჩნია ადამიანს და ზუსტად ამ განცდას როდესაც დაეუფლება ადამიანს ამ განცდის დაუფლების მერე მოდის მართლა ღმერთთან საოცარი შეხვედრა და სიხარული მასთან განცდილი. ეს არის მაქსიმე აღმსარებლის მიხედვით მოკლედ ადამიანის სულში მოძრაობა და მოქმედება, რომელმაც მართლმადიდებლობის გარკვეული სიღრმეები უნდა გადამოხოს. ანუ თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით, თუ ჩვენ ვალდებულები ვართ ამ გზას დავადგეთ, იმიტომ რომ შემთხვევით არ არის კიდევ მეორე მაქსიმე აღმსარებელი, რომ საქართველოში არის თურმე დაკრძალული და ეს ჭეშმარიტად ასეა. ეს ჩვენთვის ღმერთის მიერ მოწოდება არის, რომ მოწმეა საზოგადოება, თუნდაც ივერიის ეკლესია, ან ჩვენი ეკლესია დაადგეს მოკლედ ამ გზას, ამ თავისუფლების გზას, რომელიც მოკლედ დღეს გარკვეულწილად შევიცადეთ, რომ გადმოვეცა. მართლა მისი მოწვევა და მეუხებით მოვანიჭოს. განცდა საკუთარი წოდებისა, მართლა სინანულით, ლოცვის მეშვეობით, გამოგზავნოს საკუთარი გულის მიმართულებით და შევახვედროს იქ ღმერთთან და დამკვიდრდეს უფალი ჩვენს გულებში. ამინ. მართლა დაუცველი დღეწელია გახარებული გამოხდეთ.